გახსენეთ აქ რაც არჩევითობით უმრავლესობის არჩეული და ლეგიტიმურობის ნაწილში შეხვედით რა ვიცი საერთოდ კი ბატონო ერთადერთი თქვენ ახართ ერთადერთი თქვენი პოლიტიკური გუნდია ქვეყანაშიდაც და იქეც კიდე სადღაც გაიხედავ რომელიც თulis რომ ლეგიტიმურად არის არჩეული. ყველაზე თავარი ჩვენი ხალხი, ბატონო ალექსანდრე და არა ჩვენი გუნდი. დიახ და ამ ხალხის ნდობა თქვენ იმ პროცენტულობით და იმ მოცემულობით არა გაქვთ შემიძლია გითხრათ რა. რავი თქვენ რატო არა გაქვთ და ვიტო არა. მოდი რაღაცა კეთილსინდისიერებაზე და იმაში წავედით რაღაც არჩევნების და თურმე როგორ უნდა რას თვალი უნდა ამიხილოს ვიღაცამ და მაპატიეთ და ამ წუთში მაგალითად აი ტელევიზორს თუ უყურებთ ამ წუთში ახლა რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა არის ჩვენი საზოგადოებისთვის. მათ შორის ის რო აქციების დაშლისას ხელისუფლება ბატონი გიორგი შესესეს რამდენი მოვალ რაღაც იმდენად ისეთ კეთილგანწყობა არის და კონტექსტის და დამოკიდებულებას მის მიმართ მესმის რას ნიშნავს მართლწესრიგი როგორი უნდა იყოს გვაქვს წარმოდგენა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მაგრამ აქ საუბარი არის ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე. დანაშაულზე და მოდით მივალ იქ სათქმელთან გამოძიება. არჩევნებზე იყო საუბარი საერთაშორისო აუდიტზე გელაპარაკებოდა მთელი მსოფლიო კატეგორიად ასე რომ ვთქვათ და ვინმე არ ჩართეთ რომ რა უნდა იმას რომ ეს ამბავი ესე რომ ვთქვათ გადამოწმებული. ახლა არის აი სიმძიმეს დანაშაულზე თავად ნუ ახლა ისეთი განცხადებები აკეთა პრემიერიდან დაწყებული თქვენ მართლა ტელევიზორს ხო უყურებთ და ამავე ინტერნეტით რა ვიცი შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდა რაღაც იქით წინა ხელისუფლებასთან ყოფილი მე ახალმა რაღაც სხვა რამე თქვა მე პრემიერ-მინისტრმა სხვა რამე თქვა თავიდან დაიწყეს საერთაშორისო გამოძიება საუბარი და ახლა თვითონ რაღაც კომუნიკაციების კომისიაში გაასაჩევრებენ საერთაშორისო თქვენ კარგინდათ და არც გამოძიება მით უმეტეს ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების კვალიფიკაციით თქვენ საერთაშორისო ინსტიტუტები მათ შორის ეუთოსთან ბატონება და ქალბატონება რომელიც თქვენი ერთ-ერთი ხარდამჭერი გახლდათ ეუთოსთან თქვენ აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო აქტორთან გაწყვეტეთ კომუნიკაცია. რა ვიცი, უცხოს გეუბნებით რაიმე? კიდევ გეტყვით ერთ რამეს. პოპულიზმი თქვენ გაჯერებია, რაც თქვენ ეხლა გააკეთეთ. აბსოლუტურად სუპერი. ის რომ ჩამოიშალა მაგ 4 დღეში და 3 დღეში რაღაც სისულები, რაც BBC-ს მიაწოდეთ, შიგააგენტებმა და რეაგენტების დავალებით და ქვეყნის სტრების და მე თვითონ უარყეთ. ასე რომ ასეთ რაღაცებზე მოქალაქეთან ნუ ლაპარაკობთ ასეთ ამბავად რა. მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ხართ ძალიან კარგი ქართველი, კარგი მოქალაქე ამ ქალაქისა გულშემატკივარი და არა მგონია რომ ეს ახლა დადებით კოდექსში ვინმე ჩაგითვალოთ რასაც თქვენ ამბობთ. მეორე, ეხლა ხო თუთი ხუშზე ავარყოთ ეხლა ჩვენ და ვიღაცის ძაღლზე ავარყოთ რაღაც სისულელეებს იქით. ეს იყო ქვეყნის დაზიანებისთვის გაკეთებული ყველაფერი. მიმდინარეობს გამოძიება მხოლოდ მაგალითად იმაზე ვინ მუშაობდა ზუსტად ამ გეგმაზე რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დაეზიანებია როგორც აქ ისე თქვათ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მიაღწევენ ამასაც რომ აქაც გამოვლინდება აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი როგორც გამოძიება იმ სოფლიოზე მართალია იმ დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების ბიუროკრატებზე მელაპარაკების დღეს დაპირებით და ეს გამოძიება არ აქვს არა ხელისუფლებაში მოსვლადაც საუბრობ თქვენ სადღაც საკრებულოში და სხვა პოლიტიკური ძალით მოდით და დღეს დამოუკიდებელი ხართ რა გინდათ ვერ გაგულობ რა აბა ეს რა აქ სად არის კორელაცია ძალიან გვეწელება სად დამოუკიდებელი გამოძიება და